ბ. სიმართლე გითხრა საერთოდ ვერ ვიტან ამ თოფურიას. აი მართლა. ყელშია უკვე მისი ეს ზედმეტი თავდაჯერებულობა და პიარი, რაც მის გარშემო ხდება. მოდი პირდაპირ ვიტყვი ჩემს აზრს, რაც ბევრს არ მოეწონება. არმან სარუკიანი ილია თოფურიას ისე სცემს და ისე მოუგებს, რომ საერთოდ კითხვებიც არ დარჩება. თან იცი როგორ? ძალიან კომფორტულად. აი ზედმეტი დაძაბვის გარეშე, თითქოს ვარჯიშზეო. ეს არის ჩემი hot take და მზად ვარ ბოლომდე დაგიმტკიცოთ, რატომ ვფიქრობ ასე. მოიცა, რა თქვი? კომფორტულადო? შენ ალბათ სხვა პლანეტიდან ხარ. არ საერთოდ სხვა სპორტს უყურებ. კომფორტულად იცი რა შეიძლება მოხდეს? ილიამ ისე დააძინოს არმანი, რომ მერე მთელი კვირა ძლივს გააღვიძონ. შენ საერთოდ აზრზე ხარ რას ლაპარაკობ? ილია თოფური არის მკვლელი. ის არის ადამიანი, რომელმაც ვოლკანოვსკი გათიშა. შენ კი ამბობ, რომ ვიღაც სარუქიანი მას კომფორტულად მოუგებს? სასაცილოა, პირდაპირ გეუბნები. ფანტასტიკი სფეროა ეგ. მისმინე. ნუ ყვირი და ნუ ცხარობ. მოდი ცივი გონებით შევხედოთ ფაქტებს. არმან სარუკიანი არის ის მებრძოლი, რომელმაც ჯერ კიდევ ბავშვმა ისლამ მახაჩევს ისეთი ომი გაუმართა, რომ დღემდე ყველა მაგაზე ლაპარაკობს. ახლა კი არმანი თავის პიკზეა. შენ ალბათ მეტყვი, რომ ჩარლზ ოლივეირასთან გაუჭირდა, ხომ? მართალია, ახლო ჩხუბი იყო, ზოგის თვალში ჩარლზმაც კი მოიგო იმ მომენტების გამო, როცა არმანი საფრთხეში ჩააგდო. მაგრამ რეალურად არმანმა აჩვენა, რომ ნამდვილი მანქანაა და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოდის. აი მანდ ხარ შეცდომაში. ოლივეირასთან ჩხუბმა ზუსტად ის აჩვენა, რომ არმანი დაცვაში სუსტია. ჩარლზმა კინაღამ 3-ჯერ დაარჩხო, 3-ჯერ. და შენ გონია ილია თოფური ასე ჩანს ხელიდან გაუშვებს? ილიას ერთი დარტყმა და არმანისგან მხოლოდ მოგონება დარჩება. შენ უბრალოდ იმიტომ იცავ არმანს, რომ გინდა მას გავდე. სულ იმას კითხულობ ხალხს, ვის ვგავარ, არმანს ხომ არ ვგავარ? და გიხარია, როცა გეუბნებიან, რომ მისი კოპიო ხარ. ხო და ახლა შენს ორეულს იცავ და გინდა რომ ის იყოს საუკეთესო. რადგან ასე შენი ეგო იკვებება. პედრო, შენ მართლა სულელი ხარ თუ თავს იკატუნებ. რა შუაშია მსგავსება, ჩვენ აქ სპორტულ ანალიზს ვაკეთებთ. სარუკიანი 2024 წელს არის მებრძოლი, რომელიც ყველას ანადგურებს. ნახე რა უქნა დანხუკერს, ამოშალა რუკიდან. ნახე როგორ აჯობა გამროც ჭიდაობაში. ილიას კი ჯერ ასეთი დონის მოჭიდაბასთან არ უჩხუბია. ილია სტრაიკერებს ცემს, მაგრამ როგორც კი სარუკიანი ფეხებში შეუვარდება და მიწაზე დაანარცხებს, იქ დამთავრდება თოფურიას მთელი ესპანური ზღაპარი. ილია თოფურიას ჭიდაობაზე რამე ხსმენია საერთოდ? ეგ ტიპი საქართველოში გაიზარდა. ბერძნული რომაული ჭიდაობის სკოლა აქვს გავლილი. მისი ბაზა არის ჭიდაობა და გრეპლინგი. უბრალოდ ისეთი მძიმე ხელები აქვს, რომ ჭიდაობა აღარ სჭირდება. ხალხს ჰაერში ვეთიშავს. არმანი კი უბრალოდ მოჭიდავია, რომელიც ქულებისთვის ჩხუბობს. ილია ბეტონია, ძმაო, ბეტონი. ის არმანს საერთოდ არ გააჯაჯანებს ოქტაგონზე. ბისმინე, შენ სულ ჭიდაობაზე მელაპარაკები, მაგრამ MMA-ში მარტო ტექნიკა არ წყვეტს ყველაფერს. აქ სტილები და ხასიათი თამაშობს მთავარ როლს. იცი რატომ ვამბობ, რომ არმანი მოუგებს? იმიტომ რომ სარუკიანი არის მებრძოლი, რომელიც არასდროს იღლება. აი ნახე თოფურიას ჩხუბი ჯოშემეთთან. კი, ილია მოიგო. კი, დომინირებდა, მაგრამ მეხუთე რაუნდში უკვე მძიმედ სუნთქავდა. ძლივს აკავებდა ემეთს მითაზე, როცა ჭიდაობა დასჭირდა. არმანი კი ისეთი ტიპია, 5 რაუნდი ისეთ ტემპს დაგიჭერს, რომ ილიას გული გაუჩერდება. სარუკიანი არის ენერგიის ამოუწურავი წყარო. თოფურია კი ფეთქებადია, მაგრამ თუ პირველ 2 რაუნდში ვერ დააფინიშა ადამიანი, მერე უკვე პრობლემები ეწყება. რა სისულელეებს ლაპარაკობ, რა დაიღალა. ემეთს 25 წუთი თავზე გადაუარა. ბარათებზე 50-52 ეძერა, გესმის ეს რას ნიშნავს? ტიპმა 2 რაუნდი 10-8 მოიგო. რა თქმა უნდა, ცოტა დაიღლებოდა, როცა ადამიანს 25 წუთი გაუჩერებლად სცემ. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ გამძლეობა არ აქვს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ილია მთელ თავის ძალას დებს თითეულ დარტყმაში. შენ უბრალოდ მიზეზს ეძებ, რომ ილია დააკნინო. რეალობა ისაა, რომ ილიას არავინ არ უნდა, იმიტომ რომ ყველას ეშინია მისი ხელების. შენმა არმანმა კი ჯერ დისციპლინა ისწავლოს და მერე იოცნებოს ქამარზე. აი, დისციპლინაზე რომ გადახვედი, ეგ ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სპორტული არგუმენტები გამოგელია. რა დისციპლინა, ტიპი მებრძოლია, ცოტა აგრესია და თავში ავარდნა მაგ საქმეში ჩვეულებრივი ამბავია. დანავაითი რომ ბრაზობს, ეგეც პიარია. არმანმა ფანს დაარტყა? მერე რა, ხალხს ეგეთი ბიჭები უყვარს. არმანმა დანხუკერს თავი ჩაარტყა აწონვებზე? ეგეც დაშინების ტაქტიკაა. შენ გონია ილია არ ნერვიულობს, როცა ხედავს, რომ არმანი ასეთი გიჟია? ილია მიცის, რომ ეს ჩხუბი მისთვის ყველაზე დიდი რისკია და ამიტომაც არიდებს თავს. ურჩევნია ისლამ მახაჩევს ეჩხუბოს ზედაწონაში, რადგან იქ წაგების შემთხვევაშიც ქამარი დარჩება. არმანთან კი ყველაფერს სასწორზე დებს. ილია არიდებს თავს? ნუ მაცინებ. ილია არის ჩემპიონი, არმანი კი არის ტიპი, რომელმაც თავად ჩაისვარა, როცა შანსი მისცეს. ტიტულზე ჩხუბი შესთავაზეს და წონა ვერ ჩააბარა. წარმოგიდგენია? მთელი UFC მასელოდებოდა და მან წონა ვერ გააკეთა. მერე გამოვიდა და თქვა, ახალი დიეტოლოგი ავიყვანე და მეც ახარ ვიზამო.
დანა ვაითი მაგას არ პატიობს. დანა უბრალოდ ვერ ენდობა ადამიანს, რომელიც მთავარ ივენტს საფრთხეში აგდებს. ილია კი პროფესიონალია. ის ყოველთვის აკეთებს წონას, ყოველთვის გამოდის და ასრულებს თავის საქმეს. შენს არმანს კი ჯერ კიდევ ბავშვობა უკრის თავში. ხან ფანს ურტყამს, ხან მეტოქეს აწონვებზე. ეგ არ არის ჩემპიონური ხასიათი. კარგი რა, პედრო. კონორ მაკგრეგორი ავტობუსებს ესროდა სკამებს, ხალხს ცემდა ყველგან, სადაც მივიდოდა, მაგრამ დანა ვაითი მასზე ლოცულობდა. იცი რა თომ? იმიტომ რომ კონორი ფულს აკეთებდა. არმანიც ზუსტად მაგ გზით მიდის. ის ქმნის ხმაურს. ხალხს მობეზრდა კარგი ბიჭები. ხალხს უნდა სკანდალი. და როცა ოქტაგონზე შევლენ, იქ არც დანა ვაითი იქნება და არც დიეტოლოგი. იქ იქნებიან მხოლოდ არმანი და ილია. და მე გეუბნები, არმანი ილიას მიწაზე ისეთ გააუთოვებს, რომ ილია ინანებს საერთოდ ჭიდაობის დარბაში რომ შევიდა ბავშვობაში. სარუკიანი არის მომავალი, ილია კი უბრალოდ დროებითი მოვლენაა, რომელსაც გაუმართლა ვოლკანოვსკისთან. გაუმართლა? ვოლკანოვსკისთან გაუმართლა? ტიპმა დაანაკაუტა ყველა დროის საუკეთესო ქვემსუბუქი წონის მებრძოლი. შენ მგონი მართლა რაღაცას ეწევი, ძმაო? ილია არის გენიოსი. მას აქვს ისეთი ტექნიკა, რომელსაც არმანი ვერასდროს ისწავლის. სარუკიანი არის მუშა მებრძოლი, ილია კი არის არტისტი. ის ხატავს ოქტაგონდე და მისი ნახატები სისხლით არის გაჯერებული. არმანის ჭიდაობა კი მხოლოდ დროის გაყვანაა. აი ნახავ, თუ ეგ ჩხუბი შედგა, ილია პირველივე რაუნდში მოუგებს. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. მისმინე, შენ სულ სპორტულ მხარეზე მელაპარაკები, მაგრამ მოდი რეალობას თვალი გაუსწოროთ. UFC პირველ რიგში ბიზნესია. შენ ამბობ, რომ ილია პროფესიონალია და არმანი ხულიგანიაო. ზუსტად ეგ ხულიგნობაა, რაც ხალხს აინტერესებს. დანა ვაითი შეიძლება კამერების წინ ბრაზობს, მაგრამ გულის სიგრმეში უხარია, როცა არმანი რაღაც სისულელეს აკეთებს, რადგან ეს ნახვებია, ეს ინტერესია. ილია თოფურია კი თავისი სუფთა იმიჯით ცოტა მოსაწყენი ხდება. კი ჩემპიონია, კი ესპანეთში უყვართ, მაგრამ ამერიკულ ბაზარზე არმანი უფრო მეტ ხმაურს ტეხს თავისი აგრესიით. სარუკიანი არის ის ტიპი, რომელიც ყველას ეზიზღება, მაგრამ ყველა უყურებს, რომ ნახონ როგორ წააგებს და ზუსტად ეგ ყიდის ბილეთებს. აი მანდ მწარეთ ცდები ჩემოძმაო. ილია მოსაწყენი? შენ ნახე რა მოხდა მადრიდში, როცა მან კამარი ჩაიტანა. მთელი სტადიონი ფეხზე იდგა. ილია არის ვარსკვლავი, მას აქვს ქარიზმა, რომელიც არმანს არასდროს ექნება. არმანი უბრალოდ ცდილობს ვიღაცას მიბაძოს, ხან ხაბიბს გავს ჭიდაობაში, ხან კონორს სკანდალებში, მაგრამ საკუთარი სახი არ აქვს. ილია კი ორიგინალია. და რაც შეეხება ბიზნესს, UFC-ს ურჩევნია ყავდეს ჩემპიონი, რომელიც ევროპის ბაზარს იპყრობს, ვიდრე მებრძოლი, რომელმაც შეიძლება ჩხუბამდე 24 საათით ადრე ვინმეს თავი ჩაარტყას და მთელი ივენთი გააუქმოს. არმანი არის რისკი, რომლის დაზღვევა შეუძლებელია. რატომ უნდა მისცენ მას ტიტული, როცა მან უკვე ერთხელ დაამტკიცა, რომ არასაიმედოა? რისკი? სპორტი რისკის გარეშე არ არსებობს. შენ ამბობ, რომ ილიას ევროპა უჭერს მხარს, მაგრამ არმანს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე და სომხური დიასპორა უდგას ზურგს. იცი ეგ რამდენი ხალხია? ეგ არის მილიონობით ადამიანი, რომელიც მზადაა ნებისმიერი ფული გადაიხადოს მისი ჩხუბის სანახავად. ილიას კი მხოლოდ ესპანეთი და საქართველო ჰყავს. ბიზნესის კუთხით არმანი უფრო დიდი პოტენციალია და რაც შეეხება იმას, რომ თავი ჩაარტყა, ეგ არის შოუ, ეგ არის მებრძოლის სული. ილია კი ძალიან გათვლილად იქცევა, თითქოს როლს თამაშობს. არმანი ნამდვილია, ის ისეთია როგორიც არის, ველური და დაუმორჩილებელი და ზუსტად ეგ სიმართლე აშინებს ილიას. მან იცის, რომ არმანი მასთან ჩხუბში წესებს არ დაიცავს, ის ომს მოუწყობს. ომს მოუწყობს, არმანი ომს მხოლოდ მიწაზე აწყობს, სადაც მეტოქეს აწებება და სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ეგ არაა ომი, ეგ არის მოსაწყენი ჭიდაობა. ხალხს უნდა ილიასნაირი ნოკაუტები. შენ ახსენე კონორი და ჯონ ჯონსი. ისინი იმიტომ კი არ იყვნენ დიდები, რომ სკანდალებს აწყობდნენ, არამედ იმიტომ, რომ ოქტაგონზე სასწაულებს აკეთებდნენ. არმანი კი სასწაულებს არ აკეთებს, ის უბრალოდ შრომობს. ილია კი ხელოვანია. შენ ამბობ, რომ ილიას ეშინია, მაგრამ სინამდვილეში ილია უბრალოდ თავის ფასს ზრდის. რატომ მინდა ეჩხუბოს ვიღაც არაპროგნოზირებელ სარუკიანს, როცა შეუძლია ისლამ მახაჩევს ეჩხუბოს და ისტორია დაწეროს. არმანი მისთვის უბრალოდ ზედმეტი თავის ტკივილია, რომელიც არაფერში სჭირდება. აი ხედავ, შენც აღიარე, ზედმეტი თავის ტკივილიაო. ანუ აღიარებ, რომ არმანი რთული მეტოქეა. ილიას ურჩევნია ისლამთან წააგოს, ვიდრე არმანთან. იმიტომ რომ ისლამთან წაგება მოსულა, ისლამი საუკეთესოა წონებში, მაგრამ თუ არმანმა სცემა, მაშინ მთელი ეს მატადორის იმიჯი დაიმსხრევა.
არმანი არის ის ძალა, რომელიც ილიას თახტზე ჩამოაგდებს და რაც არ უნდა იძახოს ილია, რომ არმანი არ აინტერესებს, ღამე ალბათ მაინც სარუკიანი ეზიზღება, როგორ უვარდება ფეხებში და როგორ ათხრევს ოქტაგონზე. სარუკიანი არის რეალური საფრთხე, ილია კი მარკეტინგული პროექტია, რომელიც ადრე თუ გვიან დასრულდება. მარკეტინგული პროექტი? შენ მართლა ბრმა ხარ. ილია თოფურიამ ისესცემა ვოლკანოვსკის, რომ თელმა სამყარომ პირი დააღო. სარუკიანმა კი რაქნა, ოლივერასთან ძლივს გაძღვა და გამროთთანაც საკამათო მოგება ჰქონა. ილია თავის ყოველ ჩხუბში ამტკიცებს, რომ ის სხვა ლიგაშია. არმანი კი ისევ იმ ძველ ჭაობშია, სადაც ყველა ერთმანეთს ეკაჩება. ილია უკვე გადალახა ეგ ეტაპი. ის ვარსკვლავია, ის ჰოლივუდში მიდის, ის დიდ ფულს აკეთებს. არმანი კი ისევ იმაზე იდარდება, როგორმე წონა ჩააბაროს და ვინმე სახეში თავი არ ჩაარტყას პრესკონფერენციაზე. ეგაა განსხვავება ჩემპიონსა და უბრალოდ კარგ მებრძოლს შორის. აი ხედავ, შენც აღიარე, ზედმეტი თავის ტკივილიაო. ანუ აღიარებ, რომ არმანი რთული მეტოქეა. ილიას ურჩევნია ისლამთან წააგოს, ვიდრე არმანთან, იმიტომ რომ ისლამთან წაგება მოსულა. ისლამი საუკეთესოა წონებში, მაგრამ თუ არმანმა სცემა, მაშინ მთელი ეს მატადორის იმიჯი დაიმსხრევა. არმანი არის ის ძალა, რომელიც ილიას თახტზე ჩამოაგდებს და რაც არ უნდა იძახოს ილია, რომ არმანი არ აინტერესებს, ღამე ალბათ მაინც სარუკიანი ეზიზღება, როგორ უვარდება ფეხებში და როგორ ათრევს ოქტაგონზე. სარუკიანი არის რეალური საფრთხე, ილია კი მარკეტინგული პროექტია, რომელიც ადრე თუ გვიან დასრულდება. აი, მივედით მთავარ წერტილამდე. შენ ამბობ, რომ ილია ჰოლივუდში მიდის და ვარსკვლავია, მაგრამ ოქტაგონი ჰოლივუდი არ არის. იქ განათება და გრიმი არ გშველის, როცა არმან საროკიანივით მშიერი მგელი გიპირისპირდება. იცი რა მოხდება, როცა ეს ჩხუბი შედგება? არმანი პირველივე წამებიდან ისეთ პრესინგს მისცემს, რომ ილიას სუნთქვის საშუალება არ ექნება. ილიას უყვარს დისტანცია, უყვარს როცა დროს აძლევენ, რომ თავისი დარტყმა მოამზადოს. სარუკიანი კი ამ დროს არ მისცემს. ის მას კედელზე მიაჭყლედეს, ფეხებს დაუბურკავს და ისე დაღლის, რომ მესამე რაუნდში ილია ხელებს ვეღარ ასწევს. ეს იქნება კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ამარცხებს დაუღალავი შრომა და ბრუტალური ძალა ხელოვნებას. დაიმახსოვრე, არმანი მას კომფორტულად მოუგებს, რადგან ილია ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რასაც სარუკიანი შესთავაზებს. შენ მართლა გჯერა მაგ ზღაპრების? კედელზე მიაჭყლედესო. ილია თოფურია არავის მისცემს უფლებას, რომ ოქტაგონზე მასზე იდომინიროს. შენ გონია ილია იდგება და დაელოდება, როდის ეცდება არმანი ფეხებში შესვლას? როგორც კი საროკიანი თავის დახრას დააპირებს, ილიას აპერკოტიან მუხლი დახვდება სახეში. ილიას აქვს ის თაიმინგი, რომელიც მხოლოდ რჩეულებს აქვთ. ერთი წამი, ერთი შეცდომა და არმანი იატაკზე აღმოჩნდება. და მერე რა მოხდება? ილია ზემოდან დააჯდება და იქ დაასრულებს ყველაფერს. ილია არის სრულყოფილი მებრძოლი. მას არ აქვს სუსტი წერტილი. ჭიდაობა იცის, კრივი საუკეთესოა, გრაპლინგი შავი ქამარი აქვს. შენი არმანი კი უბრალოდ ერთი მიმართულების მებრძოლია, რომელიც თუ ვერ წააქცევს მეტოქეს, პანიკაში ვარდება. პანიკაში? სარუკიანი და პანიკა სხვადასხვა სამყაროა. ტიპმა ისლამ მახაჩევს გაუძლო, როცა ისლამი თავის საუკეთესო ფორმაში იყო. ილიას კი ისეთი გამოცდა, როგორიც სარუკიანია, ჯერ არ ჩაუბარებია. შენ ამბობ, რომ ილია სრულყოფილია, მაგრამ მე გეუბნები, ის ზედმეტად თავდაჯერებულია და ზუსტად ეგ თავდაჯერებულობა დაყופავს. მას გონია, რომ ხელშეუხებელია, რომ მატადორია და ყველა მეტოქე ხარია, რომელსაც მარტივად მოკლავს. მაგრამ არმანი არ არის ხარი, არმანი არის მონადირე. ის დაელოდება, როდის გაიხსნება ილია, როდის დაიჯერებს თავის უძლეველობას და ზუსტად მაშინ დაარტყამს ყველაზე მტკივნეულ ადგილას. ეს იქნება დიდი გაკვეთილი ილიასთვის და მთელი იმ ხალხისთვის, ვისაც გონია, რომ პიარი ჩხუბებს იგებს. პიარი ჩხუბებს არ იგებს, მაგრამ ნოკაუტები იგებს. ილია თოფურია არის რეალური ძალა. როცა ის ოქტაგონზე შედის, იქ ჰაერიც კი იცვლება. არმანი კი უბრალოდ კიდევ ერთი პრეტენდენტია, რომელიც ილიას სტატისტიკას გაალამაზებს. შენ ამბობ, რომ არმანი მონადირეა? არა ძმაო, არმანი არის მსხვერპლი, რომელიც თავისი ფეხით მიდის სასაყლაოზე. ილია მას ისე დაამუშავებს, რომ მეორე რაუნდის მერე სარუკიანი თავად ითხოვს ჩხუბის შეჩერებას. ჩვენ აქ საუბრობთ სხვადასხვა დონის ნიჭზე. არმანი არის ნიჭიერი, ილია კი არის გენიალური და გენიასთან ჭიდაობით ვერაფერს გახდები. ილია დარჩება ჩემპიონად, არმანი კი დარჩება ისევ ის ტიპად, რომელიც სულ ამბობს, აი ცოტა დამაკლდაო. ვნახოთ, პედრო, ვნახოთ. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. მე ჩემ სიტყვებზე პასუხს ვაღებ. არმანი სარუკიანი გახდება ის ადამიანი, ვინც ამ ესპანურ ქართულ ბუშს გახეთქავს და როცა ილია დამარცხებული იწვება ოქტაგონზე,
მე მოვალ შენთან და შეგახსენებ ამ საუბარს. არმანი არის ის ძალა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს. მით უმეტეს ილია თოფურია, რომელიც უკვე მეც ფიქრობს თავის ჟურნალის გარეკანებზე ვიდრე რეალურ ვარჯიშზე. სიმართლე ყოველთვის მწარეა, მაგრამ ადრე თუ გვიან მისი აღიარება მოგიწევს. ოცნებას კათი არ მოკლავს, მაგრამ რეალობა სხვაა. ილია თოფურია არის მეფე და მეფეები თახტს ასე იოლად ართმობენ. განსაკუთრებით ვიღაც სარუკიანისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პრობლემები საკუთარ თავთან და დისციპლინასთან. ილია მას გაანადგურებს და მერე შენ მოგიწევს ახალი კერპის პოვნა, ვისაც დაემსგავსები. ილია არის UFC-ს მომავალი და ეს მომავალი სარუკიანის გარეშე დაწერდება. წერტილი.